ღირსი ზოსიმე პალესტინელი, თავის ბრალობისა და სიმდაბლისათვის. შემდეგ განაგრძომან საუბარი სიტყვის სარგებლობიანობაზე, სულის გამომხსნელ ამბებზე და გაიხსენა მამა პიმენის სიტყვა, რომელიც ამბობს: ვინც თავის თავს ყველაფერში ბრალს დებს, იგი იპოვის სამუდამო განსვენებას. როცა ნიტრის მთის მამას კითხეს, შენ რა შეიძინე ამ გზაზეო? მან უპასუხა: საკუთარი თავის ბრალობა. მამებმაც დაამოწმეს, არ არის სხვა გზა ამაზე მეტი. ამბობდა ნეტარი მამა. აი რა ძალა აქვს წმინდანთა სიტყვებს და ჭეშმარიტად ყოველივეს, რაც მათ გამოცდილებით აქვთ მიღებული. ამიტომაა წმინდანთა სიტყვები ძლიერი, რომ ყოველივე საქმით ქმნული გვასწავლეს. ამაზე შეგვაგონებს ერთი ბრძენიც: სიტყვითა შენითა დაამტკიცებდინ ცხოვრება შენი. და მოგვითხრა ნეტარმა მამამ შემდეგი: ერთხელ ვისხედით მამა გერასიმეს ლავრაში და ვსაუბრობდით სარწმუნოებისა და სულების გამოხსნის შესახებ. გავიხსენეთ ზემოთ თქმული სიტყვა, მამა პიმენისა და სხვა ბერისა. და თქვა მამა გერასიმემ, რომ ამ საქმეში მე დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, თუ რამდენი ძალა აქვს ამ სიტყვების აღსრულებასო. ლავრაში მოღვაწეობის დროს მყავდა ერთი ახლო მეგობარი, დიაკონი ამ ლავრისა, კაცი მეტად საყვარელი და ერთგული. მას არ ვიცი რატომ და ჩემს მიმართ ეჭვი გაუჩნდა და ცუდად დამიწყო ყურება. მე როცა ეს შევამჩნიე, მიზეზი ვკითხე. მან მითხრა, რომ შენ ესა და ეს საქმე ჰქმენიო. ხოლო მე, რომელმაც არა ვიცოდი რა ამის შესახებ, დაუწყე დარწმუნება, რომ უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ იმან მიპასუხა: შემინდევ, მე ვერ ვირწმუნებ შენს უდანაშაულობასო. სენაკში განმარტოებულმა დავიწყე გახსენება, ეგებ მართლაც რაღაც ჩამიდენია და აღარ მახსოვს მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. ერთხელ როცა მას ხელთ ეპყრა წმინდა ბარძიმი და აზიარებდა, დაუფიცე, რომ უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ მაინც არ დამიჯერა. გონს რომ მოვედი გავიხსენე წმინდა მამები, მათი დარიგებანი და გამოცდილებანი და შევეცადე გონება საკუთარი თავის ბრალობისაკენ მიმექცია. ვიწყე საკუთარი თავის დადანაშაულება და ვთქვი, დიაკონს გულწრფელად ვუყვარვარ და ამ სიყვარულის გამო გამახსენა ჩემი ნაკლი, რათა მომავალში მოვერიდო ცოდვას. ხოლო შენ უბადრუკო სულო, მრავალი ბოროტება ჩაგიდენია და დაგვიწყებია. სად არიან ის საქმენი 10 ან 20 დღის წინ რომ ჩაიდინე? გახსოვს ისინი და როგორც ისინი დაგავიწყდა, ეს საქმეც დაგვიწყებია. ამით გულისრულად დავაჯერე, რომ ჭეშმარიტად ეს საქმე მე ჩავიდინე და ვიწყე მადლობა ღვთისა და დიაკონისაც, რომელმაც გონზე მომიყვანა, რათა შემენანა. შემდეგ ავდექი და ამ მოსაზრებით გავემართე ძმისაკენ, შენდობის მისაღებად. კარზე დავაკაკუნე თუ არა, გამიღო და პირველად ის ჩამივარდა ფეხებში და შენდობა მთხოვა, როგორც ეშმაკისაგან ძლეულმა. ჭეშმარიტად ღმერთმა დამარწმუნა, რომ შენ უდანაშაულო ხარ ამ საქმეში და ბრალი არა მიგიწვის რაო. უთხრა დიაკონმა ღირს მამას. ნეტარმა მამამ დასძინა. ხედავთ რა ძალა ქონია ჭეშმარიტ სიმდაბლისა და სიყვარულს. იგი არა თუ აღშფოთდა დიაკონის საქციელით და იქნა შეურაცხყოფილი, არამედ შეუნდოდა ბრკოლება და ეჭვი მის მიმართ, როცა არაფრად ჩათვალეს მისი გულწრფელი ფიცი და დარწმუნება, რომ მართალი იყო. თავის თავს აბრალებდა ყოველივეს და სინანულმა მოიცვა. მადლობდა კიდეც დიაკონს ამისთვის. ნახეთ რა დიდი ძალაა სათნოება, რამხელა წარმატებამდე აღყავს მას ადამიანი. ბერს რომ მოესურვა უამრავ საბაბს გამოძებნიდა დიაკონის გასამტყუნებლად, რაც იქნებოდა ბოროტის გამარჯვება. ხოლო ვინაიდან ის სათნოებისაკენ ისწრაფოდა, ამდენად არათუ შეურაცხყოფილ იქმნა, არამედ კიდეც მადლობდა მას. ასევე ჩვენც თუ დავთესეთ ჩვენს გულებში თესლის სიმდაბლისა და სიმშვიდისა, მტერი ვერ იპოვის ადგილს მათში ვარძლის ჩასათესად. ხოლო თუ ის ჩვენში ნახავს სიკეთის ნაკლებობას და მიზეზს, რათა აღასრულოს თავისი ნება, ეცდება ჩვენზე თავისი ბოროტი ნების გავრცელებას. ხოლო თუ იხილა უფალმა, მოწყურებული სული საუკუნო ცხოვრებისათვის, მისი კეთილი მოქმედება და კეთილი ნება მაშინ აკურთხებს მას
უბოძებს ღვთიურ მადლს და აივსება ჩვენი სული ნიჭიერებით. ნეტარმა მამამ გაიხსენა ერთი წმინდა ბერი, რომელსაც ხშირად პარავდა ფულს მის მახლობლად მცხოვრები ერთი ძმა. ბერმა თუმცა ეს იცოდა, არასოდეს ამხელდა მას, არამედ უფრო მეტ შრომობდა და ფიქრობდა. ალბათ ძალიან უჭირს ძმას, რომ იპარავსო. მეტად მოსწონდა წმინდა მამას წმინდანთა სახიერება და გაიხსენა ერთი შემთხვევა. პედიადას მისულს მონასტრის მამასახლისმა მიამბო ერთი ამბავი. მათი მონასტრის მახლობლად დაყუდებული იყო ერთი ბერი, სახიერი და მეტად კეთილი. მის მახლობლად ცხოვრობდა კიდევ სხვა ძმა. ერთხელ როცა საქმეზე იყო წასული მოხუცი, ამ ძმას შეუჩდა ეშმაკი და ცდუნებულმა მოპარა მას წიგნები და სხვა ნივთები. იმ დროს დაბრუნდა ბერის სენაკში და როცა ვერ ნახა წიგნები და სხვა საგნები, მივიდა ძმასთან, რათა მოეთხოვრო მისთვის ეს ამბავი. ქურდს ვერ მოესწრო მოპარული ნივთების დამალვა და სენაკში ჰქონდა მიმოფანტული. მოხუცმა ბერმა არ ინება მისი მხილება, რაღაც მოიმიზეზა. გავიდა თავის სენაკში და დაყო იქამდე, სანამ იგი მოასწრებდა ნაქურდალი ნივთების გადამალვას. დაბრუნებულმა ბერმა ქურდს სულ სხვა თემაზე დაუწყო საუბარი, იმის მაგიერ რომ გაეკიცხა ძმა. რამოდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა ქურდის საქციელი. შეიპყრეს იგი და ჩააგდეს დილეგში. გაიგო ბერმა მისი შეპყრობის ამბავი და შეწუხდა, თუმცა მიზეზი მისი დაკავების სრულიად უცნობი იყო მისთვის. მონასტრიდან ითხოვა ცოტაუდენი კვერცხი, ღვინო და პური და წავიდა პატიმრის მოსანახულებლად. დილეგში რომ შევიდა, მას ფეხებში ჩაუვარდა ქურდი, უთხრა სიმართლე და პატიება გამოითხოვა. ბერი მეტად შეწუხდა და მიუგო, დაედარწმუნდეს შენი გული, რომ მე არ ვიცოდი შენი დამწყდების მიზეზი და არც ის ვიცოდი, რომ ჩემი გულისათვის ხარ ამ დილეგში გამომწყდეული. გავიგე, რომ დაპატიმრებული ხარ და მოვედი სანგეშებლად. აი კვერცხები, წმინდა პური, ღვინო და სიმინდი. წავალ, ვეცდები რათა დაგიხსნა შენ ამ სატანჯველიდან. წავიდა წმინდა ბერი უფროსებთან სათხოვნელად, რათა ეხსნა ძმა. უფროსებმა, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ მას, სათნოებისათვის და ისმენდნენ მის რჩევა დარიგებებს, შეუსრულეს თხოვნა და გაათავისუფლეს შეპყრობილი. იგივე ბერი წავიდა ერთხელ სავაჭროდ ტანისამოსის სასხიგლად. გადაიხადა ერთი ოქრო და დარჩა გადასახდელი წვნილი ფული. იგი დაჯდა სკამზე. ამოიდო ქვეშ ახალი სამოსი და დაიწყო წვნილი ფულის თვლა. ამ დროს ვიღაცამ დაუწყო ჩუმად სამოსის გამოძრობა. ეს მომიგრძნო ბერმა შეეცოდა მპარავი. წამოიწია ვითომ ხურდას წოდებოდა და მისცა საშუალება ქურდს მოპარვისა და არ ამხილა. ამასთან დაკავშირებით ამბობდა წმინდა მამა, რა ღირდა ეს სამოსი, ანდა ის მოპარული ნივთები ბერის სათნოებასთან შედარებით. რამდენად უფრო მეტად ფასობს ბერის სიკეთისადმი ერთგულება და გონიერება ყოველივე დანარჩენთან. ქონდა და ვითომც არ ქონია ისე მიაჩნდა და როცა დაკარგა ამისთვის არც შეწუხებულა. ამიტომ ვამბობ, თავად ქონება კი არ არის მავნებელი, არამედ ამ ქონებას დამონებული გონება და სიყვარული ქონებისა. თუ კი სულს უყვარს ღმერთი, დანარჩენი მისთვის ყოველივე არარაობაა. ამიტომაც ამბობდნენ წმინდა მამანი, სანამ კაცს გულში აქვს სიტკბოება ამ ქვეყნისა, ვერ ექნება სიტკბოება ღვთისა და თუ კი შეიგრძნობს სიტკბოებას უფლისას, შესძულდება მას ყოველივე სიკეთე ამ ქვეყნისა. ამიტომაც წერია სახარებაში, ვერ ვის ხელე წიფების ორთა უფალთა მონებად. ხოლო ჩვენ, ვინაიდან გვიყვარს ქვეყნიური საქმენი და ხორციელი სიამოვნებანი, ამისთვის ვერ გვიგემია ღვთის სიტკბოებანი. და ამბობდა ნეტარი, როგორც მკვდარს არ ესმის ხმა მეგობართა და ახლობელთა თავისი ქალაქისა თუ სოფლისა, რადგან სხვა სამყაროში გადაინაცვლა და აღარა ცხოვრობს იქ, ასევე უნდა იყოს მონაზონიც. რაგი ბერული სამოსელით შეიმოსება, უნდა განეშოროს თავის ქალაქს, ახლობლებს და ყოველივე ქვეყნიურ საქმეებს, რათა მისი გულიდან აღმოიფხრას საერო ცხოვრების სიტკბოებანი. ასეთი ნუ მისცემს თავს უფლებას, რათა მიეცეს ამ ქვეყნიურ, ამაო საზრუნავს, რომელიც არაფრის მომცემია, გარდა სულის წახდენისა. თუ მონაზონი ვერ მოშორდა თავის ქალაქსა თუ დაბას, ახლობლებს
და ვერ ჩაიკეტა თავის სენაკში განმარტოებით მიემსგავსება მკვდარს, სახლში უპატრონოდ დაგდებულს და აყროლებულს, რომლის სუნის გამოც ყველა გაურბის მას. როგორც უმარილო ხორცუმალ დაესება მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მიეყრება რა მარილი მაშინვე მოშორდება არა წმინდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუძღვნა ქვეყნიური საქმეებისათვის ზრუნვას. არ ზის თავის სენაკში, ღვთის შიშით გარემოცული და არ ეწევა სამონაზვნო საქმეს, მარხვასა და ლოცვას, რომელიც მარილია სულისა, ასეთიც ამხტარია შინაგანად და აღსებულია მრავალი სიმყრალითა და ბოროტი გულის თქმებით. ამიტომაც გაურბიან მას ანგელოზნი ღვთისა, სიმყრალის, ამაო გულის თქმებისა და დაბნელებულ ვნებათა გამო, რომელიც დამკვიდრებულია მის სულში. ასეთში დაღოღავენ მატლები, რომლებიც გაჩენილია ბნელი ძალებისა და ბოროტ გულის თქმებისაგან, ბუდობენ მასში, ჭამენ და განლევენ მას. ხოლო თუ კი მონაზონი მალე მოიგება გონს, მიენდობა ღმერთს, მაშინვე დაუბრუნდება მას სულის სახიერი და კაცთმოყვარე და ვნებები და ყოველი სიმყრალე უჩინო შეიქმნება. ამიტომაც მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა. არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით. არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ, რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიური სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრივ უზრახოებს განეშორება. სურს თუ არა თავისი ქონებისათვის, ყანებისა და სამკვიდრებელისათვის, მრავალ შფოთს შეეყრება, რადგანაც ნებით თუ უნებლიეთ დასჭირდება მთავართა და ხელმწიფეთა შეწევნა, რაც აქცევს მას იმათ მონად, რის გამოც ბევრს მტრად გაიხდის, რადგან ზოგი მის ყანას მიიტაცებს, ზოგი მის ვენახს ალნებს, ან მის ნათესებში პირუტყვს შეუშვებს, ზოგი წყალს შეუწყვეტავს და ყოველივე ამას უეჭველად მოყვება შფოთი და მტერობა. შემდეგ საჭირო გახდება მეფეთა და მთავართა მოშველიება. აქედან რა უნდა ირგოს იმ მონაზონმა, რომელმაც დატოვა ქვეყანა და კვლავაც დარჩა ქვეყნიური საქმეებით გატაცებული. ამაზეა ნათქვამი, კაცი, რომელიც მეომრად არის დადგენილი, არ უნდა გამოეკიდოს სავაჭრო საქმეებს, არამედ უნდა ისწრაფოდეს თავისი საქმის წარმატებისთვის. ყოველივე ამის მიზეზი არის ვნებები, როგორც ზემოთავ თქვით, ამიტომაც საჭიროა შეურაცხყოთ ეს საქმეები, რომლებიც აბნელებენ ჩვენს გონებას და ვნებათა უბსკულში ითრევენ მას. საჭიროა განვაგდოთ ჩვენგან სიმძიმე ქვეყნიურ ნივთთა, რათა ბოროტ გულის თქმებს განეშოროს ჩვენი გონება, რამე თუ ჩვენზეა დამოკიდებული შეწყნარება ცოდვის მიზეზებისა და შეგვიძლია მიზეზთა შემცირებით ვნებების მოსპობაც. და როგორც უცხო მგზავრს არ აქვს ნება დაუკითხავად ზღვის სავანეში შესვლისა სახლის პატრონის ნებართვის გარეშე, ასევე ეშმაკს არ შეუძლია ჩვენში შემოსვლა ჩვენი ნების გარეშე. ამიტომაც უნდა მხურვალედ ვევედროთ უფალს, რათა მოგცეს ძალა წინა აღდგომისა და მტრის მოგერიებისა, რისთვისაც უნდა მივმართოთ მას შემდეგი ლოცვით. უფალო, ვითარ მეკპოო შენ, მე არა უწყი, არამედ პირუტყვ ვარ, არამედ შენ უწყი, რომელმან ეგე მომიყვანე წესსა ამას ცხოვრებისასა. შენ უფალო მაცხონე მე, რამე თუ მე მონა შენი ვარ, დაღაცა თუ უხმარ ვარ და ძემ ხევლისა შენისა. უფალო მაცხონე მე და მიწყოდე მე ნებასა შენსა, რამე თუ შენ ხარ ღმერთი მწყალობელი, სულთა მათ მონანულთა და შენი არს დიდება თანამამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. განსრულდა დიდება ღვთისა.